მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დაიწყო ახლა ახალი კვირა და ახალი გამოსაშტერებლები მიმდინარეობს საქართველოში. ხალხისთვის გაახლდა ესა რა ქვია წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისია, მიმდინარეობს ეს ჭორაობა აქეთ-იქეთ. არავინ საქართველოში საქმის გამკეთებელი ტრადიციულად არაფერზე არ არის. ამიტომ ეს ჭორაობა გაგრძელდება, იმიტომ საქმე არავის არ აინტერესებს და აინტერესებთ ესე საზოგადოების ესეთი ბიჟუტური. ამას ვამბობ, იმიტომ რომ აი ეს რა ქვია უფლებათა დამცველი რო იყო ეს უჩანანუაშვილი. მოხიაო ამერიკაშიო და ჩამობრძანებულა საქართველოში, მაგრამ კაციშვილი არ იბარებს უფლება დამცველ ნანუაშვილს არც პროკურატურაში და არც უშიშროებაში, იმის გამო რომ როგორც მაიდანზე გაწვრთნილი რაზმები ყავს და ხემძღვანელობს თურმე ქვეყნის დამხობას და აგერ ახლა პროკურატურაში შეიტანეს სარჩელი ბოლო-ბოლო დაბრმავდით თუ დაყრუდვითო დაიბარეთ ეს დაკითხვაზეო და მოკლედ საქართველოს შიდა ამბები ცირკს არ ცილდება, ამიტომ საინტერესო მაგ არაფერი არ არის და მე მინდა სხვა უფრო ძალიან მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით გესაუბროთ, არას მარტო მოვლენასთან, მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც მე ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ საქართველოში ამას არ ქონდა შესაბამისი გამოხმაურება, შესაბამისი რეაქცია, არადა მსოფლიო მასშტაბის მოვლენების კვირა იყო, ასე რომ ვთქვათ, და ეს ეხება საქართველოსაც. ეტაპობრივად მივყვეთ და აგიხსნით რატოც. მოკლედ გასულ კვირაში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები. დავიწყოთ პირველი, რომელიც შეეხებოდა ამ წლების მანძილზე, ასე რომ ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის მერე, რომ არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის არმიის შეჭრას და იქ საბრძოლო მოქმედებების წარმოებას, რაც თავის დროზე მოხდა უკრაინის მხრიდან, ეს მოდიოდა მაშინ არჩევნები მოდიოდა ამერიკის და უნდათ ეჩვენებიათ ბიჭებს, რომ ტყილა ფული არ ჩაგიდევთ უკრაინაში, აი ჩვენ უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვაწარმოებთ ბრძოლებს და პიარული ამბისთვის კურსკის ოლქში ახსოვს ეს ჩვენი ქართველი შიგუკნიდან განათლებული შიგევროპელების ცივილკივილი, რომ აი შეიჭრენ, მალე კურსკში შევლენ და მალე მოსკოვს აიღებენ, უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე იბრძვის. მოკლედ ყოველთვის როგორც ასეთი ზედაპირული, ბრიყული შეფასება, სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო რუსების მხრიდან დატოვებული ღია ხაფანგი, რადგან არ ითვლებოდა პრიორიტეტულად ეს მიმართულება, ითვლებოდა სხვა მიმართულებები, მათ მისცეს უკრაინელებს საშუალება, სპეციალურად დაუტოვეს საშუალება იმისთვის, რომ ისინი შეჭრილიყვენ ამ მიმართულებაზე, რომ შემდეგ მათი ალყიშემორტყმა მომხდარიყო, განადგურება მომხდარიყო და 80,000 საუკეთესო უკრაინული არმიის საუკეთესო ნაწილები, რომელიც იქნა კურსკში შესული, ვერ გაიწიენ 50 კილომეტრსაც კი ვერ გაცდნენ. ახლა ზოგიერთ დებილს ეგონა, რომ კურჩატოვის ბირთულ სადგურს და კვლევით ცენტრს უკრაინის არმიას ჩააბარებდნენ რუსები და სისუსტეთ იქნა აღქმული. აი რა მაგარია ზელენსკი რუსეთის ტერიტორიაზე იბრძვის, გამეცინა მაშინვე რა აზრი აქვს ამ დებილებს რო ელაპარაკო, აზრი არ აქვს ამ ყველაფერს გეტყვიან შენ რუსეთის აგენტი ხარ და ახლა როდესაც ლიკვიდირებულია სრულად ეს უკრაინული უზარმაზარი გრუპიროვკა, რომელიც 80,000 ჯარისკაცი იქნა დაკარგული. 80,000 ჯარისკაცი. წარმოგიდგენიათ რა მასშტაბებზეა საუბარი მარტო კურსკის ოლქში. და ეგ ზოგიერთ სულელს რო ეგონა, რომ რუსებმაო ესო რა ქვიაო სისუსტე აქვთო, არმია არ ყოფნითო და 1000 რაღაცეები რო დაიწყეს ლაპარაკი, ეს იყო ჩვეულებრივი სამხედრო სტრატეგიული მიმართულება, რომელიც თავის დროზე ჯერ კიდე ნაპოლეონი ამბობდა, თუ კი მოწინააღმდეგეო შეცდომას უშვებს და ამას ხვდებიო, არაფრის დიდებით ხელი არ შეუშალო.
სამხედრო თვალსაზრისით ეს იყო სრულიად წარმოუდგენელი იდიოტიზმი, მაგრამ პოლიტიკური პიარისთვის, იმიტომ რომ იქ კლოუნიზის შოუმენი და ატარებს ამ ყველაფერს, აი აჩვენებდნენ, რომ ამერიკის მოქალაქეებს და ამერიკის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა პიარულად, ზელენსკი ჩადიოდა თვითონ კაცო და ბაიდენის ადმინისტრაციას ხარს უჭერდა, აი ჩვენ ის ფული რაც მოგვაწოდეთ, აგერ რუსეთს ვერ ვზვით პირდაპირ და აი ამას შეწირეს საკუთარი ხალხი. ამას შეწირეს ყველაფერი, როგორც 2008 წლის ომში სააკაშვილმა და მისმა ხროვამ ამერიკის საარჩევნოდ გაყიდა საქართველოს ძირძველი კუთხეები და გაყიდა ქართველიერი და ეს უბედურება აკიდა ქვეყანას, ანალოგიური განმეორდა ზუსტად იდენტურად. ახლა ეს გრუპირება არის განადგურებული. დაჯგუფება, ასე რომ ვთქვათ, 80,000 უკრაინელი საუკეთესო ჯარისკაცით. აქ მოხდა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. გაგიმარჯოთ ჩემო კარგებო, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. ნუ ახლა აკია ბარბაქაძეზე და არც სხვა ეგრეთ წოდებულ გენერლებზე არ მაქვს ლაპარაკი, რომლებმაც სხვათა შორის ახლა ენა შეიცვალეს და სხვანაირ ენაზე დაიწყეს ლაპარაკი იმედის ეთერში. არ მინდა ახლა გადავიდე მაგათ დასახელებაზე, მანამდე რომ სხვანაირად ჭიკჭიკებდნენ, ახლა სხვანაირად აჭიკჭიკდნენ. ალადეც რა. თქვენ ხართ ვიზია ინტერვიუს გენერლები და ახლა ომის გენერლობაზე რა გითხართ? მაგ მოხდა ერთი ძალიან საინტერესო და სოფლიო მასშტაბის მოვლენა, რომელი მოვლენაც ნაკლებად იქნა ასევე ყურადღება მიქცეული. ოფიციალურად დადასტურდა, არ მაინტერესებს ქალბატონო ნინიკო ციფრული ფული. უშიშროების შემოგდებული თემა, რომელიც ხალხის ტვინისას არევათაა შემოსული ამ ეტაპზე და არ მაინტერესებს ციფრული ფული, თუ შეიძლება ისე ნულაპარაკობ თვითონ ნამდვილი ფული გახევდეთ ჯიბეს რა. ეს ვაქცერები, ანტივაქცერების თემას ნუმირებთ ტვინს საერთოდ იცის ხალხმა რაზე არის მაგ ლაპარაკი და მაცალეთ სხვა სერიოზულ თემაზე ვლაპარაკობ. მაგაზე თუ ვინმეს უნდა საუბარი, მე ცალკე ვისაუბროთ მაგ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა ციფრული ლარი, რომელიც შემოგდებულია უშიშროების თემა და ეგრეთ წოდებული ეროვნულები აიღებენ ამ დროშას და გაიქცევიან წინ და მართვად აქციებს გამართავენ, ეს მე არ მაინტერესებს. თუ შეიძლება ერთი წუთი ეს გაიხსენეთ კოვიდის მოვლენები და მიხვდებით რაზე მაგ ლაპარაკი. ლაპარაკობს სხვა სერიოზულ რეალურ მოვლენებზე, რომელიც ჩვენს სამეზობლოში მოხდა და რომელიც სხვაზე ჩვენ გვემუქრება, ციფრული ფული კი არა, თლათ დაგჭებათ ქვეყანა ყველას უკან. თუ ასე შტერულად გაგრძელდა ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მაცალეთ ქალბატონო არ ვსაუბრობ მაგ თემებთან დაკავშირებით, რაღაცა ვირტუალური ციფრული იმის ფულის გაინტერესებთ და აგერ ჩვენ სამეზობლოში ომი არის, სისხლი იღვრება და ახლა უკრაინას და უკრაინელებს აინტერესებს ახლა ციფრული ფული და საქართველოს გვაინტერესებს ყველაზე ომი რომ მოგვიკაკუნებს ციფრული ფული? შეერია ხალხი გაძვალტყავებულია და გარეთ ვერ გამოგიყვანია 20 ლარი რო აქვს ხელფასი და ციფრული ფულის გულის აიკლავს თავს. კითხეთ ერთი მაგ აქციის ორგანიზატორებს 20 ლარი როა მინიმალური ხელფასი, ის რატო არ ადარდებდათ ამდენი ხანი და ციფრული ფული რატო ადარდებთ? შემოგდებული თემები უშიშროების მხრიდან. ხალხის ასაყოლიებლად. აპოკალიფსური შიშებით რა შეპყრობილი. თუ შეიძლება რა, აგერ ბატონი დავით აზნაურიშვილი არის, რომელიც ასევე გამოსახლებებზე იბრძვის და ამ საზოგადოებას ხალხის ქუჩაში გამოყრა და ეს 1000 უბედურება მევახშეობა რაც ხდება ის არ აინტერესებს და ციფრული ფული აინტერესებს? არ ვიცი. თუ შეიძლება რა ერთ წუთი სხვა თემაზე ვსაუბრობ და თუ დაგაინტერესებთ, მე ცალკე ვისაუბროთ მაგ საკითხთან დაკავშირებით, თუ იცოდეს 99%-მა რაზე არის მაგ ციფრულ ფულთან საუბარი კიდე. მოკლედ ვამბობდი, თუ შეიძლება თემასთან დაკავშირებით დასვით კითხვები ბოლოში ვისაც გაინტერესებს. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელი მნიშვნელოვანი მოვლენაც ოფიციალურად იქნა დადასტურებული ახლა, იმიტომ რომ კურსკის ბრძოლები დასრულდა მთლიანად. და რა ასეხება ახლა ეს ყველაფერი? დადასტურდა ოფიციალურად ის, რომ კურსკის ბრძოლებში რუსების მხარდამხარ იბრძოდა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები, რომელიც ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ამას არავინ არ ადასტურებდა, სულ ცოტა ხნის წინ ჩრდილო კორეამ კიმ ჩენ ირმა და პუტინმა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ურთიერთდახმარების შესახებ. აგერ უკრაინას 50 მოკავშირე ყავს, ასე რომ ვთქვათ, ომში, მაგრამ ოფიციალურად არც ერთ ქვეყანას არ გაუგზავნია ჯარი.
რუსეთს ერთი მოკავშირე ყავს და რაც გინდათ ისე ძახეთ კიმ ჩენ ირს და ჩრდილო კორეას და ასე შემდეგ. პირდაპირ გააგზავნა მებრძოლები და ბრძოლობდნენ მხარდამხარ და ოფიციალურად იქნა დადასტურებული, მადლობაც ეთქვათ მათ. კიმ ჩენ ირმა გამოაცხადა, რომ მათ ფხენიანში დაუდგამენ ასევე ძეგლს და ისინი არიან გმირები და ერთი ამბები, მოკლედ მე აქ სხვა რაღაცაზე მაქვს საუბარი. დადასტურდა უკვე ოფიციალურად, რომ სადაც იბრძოლებს რუსეთი, იქ იბრძოლებს ჩრდილოეთ კორეა. და მათ დაამტკიცეს ეს საქმით დაამტკიცეს. ეს არის ერთ-ერთი კიდე ყველაზე ძალიან სოფლიო დონის მასშტაბის მოვლენა და ჩრდილოეთ კორეა ვიღაცა სასაცილოდ როა გაგდებული რუსეთის და დაჟანგული ტანკების არ იყოს. ერთ-ერთი ბირთვული იარაღის შემქმნელი და მფლობელი სახელმწიფო არის და სამხედრო თვალსაზრისით უზარმაზარ უპირატესობას ფლობს მთელი ევროპის მასშტაბი ვერ აწარმოებს იმ შეიარაღებას და იმ რაოდენობის შეიარაღებას, რასაც ჩრდილოეთ კორეა აწარმოებს და მთელს ევროკავშირის ქვეყნებში ერთადერთ ქვეყანას, ვისაც შეუძლია ძალთა ოდნავი ბალანსით გაუწიოს წინააღმდეგობა ჩრდილოეთ კორეას, ესაა საფრანგეთი, რადგან მას გააჩნია ატომური ბომბი. დანარჩენ სხვა არც ერთ ქვეყანას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ატომური ბომბი არ გააჩნია. ამიტომ ასე ხელწამოსაკრავად რო არის საქართველოში და სასაცილოდ რო არის აგდებული ეს თემები, ასე მარტივად არ ხდება. საქმეში სხვანაირად ჩანს ყველაფერი და იბრძვის ის ხალხი. ამტკიცებენ თავის ხელშეკრულებას. ანუ ერთი რეალური მოკავშირე ჯობია 50 ისა რა ქვია ფსევდო მოკავშირეს, რომელიც საქართველოში, ავიცი, 30 წელიწადია გვეუბნებიან, რომ ჩვენი ძმები და ჩვენი მოკავშირეები და ასე შემდეგ. ეს ფაქტი დადასტურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალშიც, სადაც იბრძოლებს რუსეთი, იქ აუცილებლად იბრძოლებს ჩრდილოეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეას კიდე თუ არ ვცდები მოქმედი შეიარაღებული 1.5 მილიონი არმია ყავს. ეს მოქმედი და რეზერვი დაახლოებით, ავიცი, 10 მილიონამდე შეუძლიათ გამოიყვანონ და რამდენი ჩრდილო კორეელი არის, იმდენი ჯარისკაცი არის, რომ ამბობენ, ასეთ იდეოლოგიით არიან აღზრდილები და მოკლედ იცოდეთ, მე ამას რატო ვამბობ, იცი, ხვალზე აი ეს ფსლიკიანები აგერ რო კივიან რუსთაველზე და ერთ ამბავში რო არიან, ხვალზე რუსეთთან ომი რო მოხდეს, ჩათვალეთ, რომ შეიძლება ის კიმ ჩენ ირის სასაცილოდ რო ყავთ აგდებული, კიმ ჩენ ირის რაკეტა დაეცეს ზოგიერთებს თავში და ემერე გაახელენ თვალებს. და ის წვრილთვალებიანები შეიძლება იქ ნახოთ რუსთაველზე. ამაზე იფიქრეთ, ციფრულ ფულზე კი არა. ისე ჩვენ შორის რო დარჩეს ქართველებში, ყველაზე ჭკვიანად რომ მოგვაქვს თავი. თუმცა საინტერესო იყო და თვითონ რუსების დიპლომატიის საკითხი იყო და პოლიტიკის საკითხი იყო, რომ ჩრდილოეთ კორეელები მიუხედავად ყველაფრისა, რომ ისინი მოკავშირეები არიან, მათთვის სულ ერთი იყო სად გააგზავნიდნენ, მაგრამ მათ არ გაუგზავნიათ ისინი უკრაინაში საბრძოლველად. ეს რუსული პოლიტიკის ასე რომ ვთქვათ, სწორი გატარებული ნაბიჯი იყო, მათ ჩრდილო კორეელები გაუშვეს უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის გასათავისუფლებლად და იმის იქეთ არ გაუშვიათ. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ხვალზე რო დაჭირდეს, იქ არ გააგზავნიან. იქ სადაც ეტყვის კიმ ჩენ ირი და სადაც მოთხოვს პუტინი ჯარების გაგზავნას, იქ გააგზავნის. მაგრამ ფაქტია ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუყვანიათ. ეს არის ასე. ანუ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთი შეიძლება მისულიყო სხვების დასახმარებლად. როგორც იყო თქვა სეპარატისტული რეჟიმები და იგივე სირიის მოვლენები და მიეღოთ მონაწილეობა. მაგრამ რუსეთთან ერთად საომრად, სამოკავშირეოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და პრინციპში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთთან მხარდამხარ საომრად პრაქტიკულად ესეთი პრეცედენტი არავის არ ახსენდება, იმიტომ რომ რუსეთს არავინ არ დასხმია თავს. ეს ფაქტია, მაგრამ არც რუსეთის შიდა მოვლენებში, თუნდაც ჩეჩნეთის მოვლენები ყოფილიყო, არ ჩარეულა არც ერთი მოკავშირე.
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩრდილო კორეას და რუსეთს აქვს სტალინის პერიოდიდან მოყოლებული ძალიან ღრმა ურთიერთობების გამოცდილება 50 წელს, 51 წელს კორეის ომი, როდესაც მძვინვარებდა, მაშინ საბჭოთა კავშირი ეხმარებოდა როგორც შეიარაღებით, ასევე ოფიცრებით და ავიაციით, ყიაწამლით და ყველაფრით. სხვათა შორის ზოგიერთი დებილი რეგვენისთვის გასაგებად რო იყოს, ხო, ზუსტად ჩრდილოეთ კორეის ომში მოთხოვეს თურქეთს გაიგზავნა ჯარები ამერიკელების დასახმარებლად, რომ თურქეთი მიეღოთ ნატოში. და 5000 თურქი იქნა მოკლული მაშინ, რა ქვია, კორეის ომში. 5700 მე მგონი ზუსტად. ძნელი ამ რიცხვის თქმა, მაგრამ ასე იყო. და მერე მიიღეს თურქეთის სხვათა შორის იმაში, რა ქვია, თავიანთ ბანაკში. ეს მეორე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც მოხდა და მესამე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაც განსაკუთრებით ჩვენ გვეხება. ეს არის ახლა გაჩვენებთ. აი ესე გაკვრით იქნა, ნათქვამი ჩვენს ტელევიზიებში, მაშინ თუმცა ამას არ მიაქციეს ყურადღება. ნატოს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. აი ახლა ყრუებს, დებილებს მოუწოდებ. ჩვენ ხო გვიწერია კონსტიტუციაში, რომ ჩრდილოეთ კორეას მსგავსი ქვეყნების გვერდში არ დავდგებით და დავდგებით დემოკრატიული ქვეყნების გვერდით და გავხდებით ნატოს და ევროკავშირის წევრები. ევროკავშირი და ნატოს უკვე საქართველოს ხსენებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, ხსენებაც კი არ უნდათ საქართველოს. უკრაინაზე იყო აქ საუბარი, მაგრამ სადაც უკრაინა, იქ რა ქვია, ერთი უკრაინელი რომ მოკვდება, ალბათ სამქართველოს დაამარხავენ ზევით. ასეთი პოლიტიკა აქვთ. აგერა ამუარტყეს პანგური უკრაინასაც და ამუარტყეს პანგური საქართველოსაც და რომ გეუბნებოდნენ დაპირებას რო იძახოდნენ, საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. აი ეს კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ამოგარტყეს ცხვირპირში, შიგ უკნიდან განათლებულებს და თქვენ რო კონსტიტუციაში ჩაწერეთ, მაგი ისინი თავიანთ ანგარიშშიც კი არ გიხსენიებენ. არ აინტერესებ ხართ, არ ჭირდებით პრობლემის მეტი, არაფერი არ ახართ, გეუბნებიან და კარგად ბრძანდებოდეთ რა. და დროა, ახლა მაინც დროა. დააჯდეთ. გადაწეროთ ეს კონსტიტუცია, ამოშალოთ ეს შხამიანი პუნქტები და ქვეყანას მადლობა უფალს, დიდება უფალს, რომ ეს მოხდა. სიმართლე გითხრათ, მე ძალიან ბედნიერი ვარ ამითი, რომ როგორც იქნა ეს ზღაპარი, რომელიც ზღაპარიც ამდენი ხანი არ ვიცი მე რა არის ეს დასავლური პლანი, რაც აწევიეს ქართულ საზოგადოებას და დაბოლილი ყავდათ და ყავდათ შეყვანილი შეცდომაში და გამოშტერებაში, აი, აგერაა ფაქტეთ. ფაქტი ფაქტია, სახეზია. რომ კაციშვილი უკვე ჩვენზე მიღებაზე კი არა, ხსენებასაც აღარავინ არ გააკეთებს და დროზე ამოშალეთ ის ჩანაწერი იმ კონსტიტუციაში, სანამ ცხვირპირი მოამტრია ერს და ქვეყანას და სანამ დაგვიფსო თვალები. იმიტომ რომ გარდაუვალი იქნება. ეს იქნება გარდაუვალი მომენტი, როდესაც დამთავრდება უკრაინის ბრძოლები, რუსები დასვამენ პირდაპირ კითხვას. თქვენ ბიჭებო კიდე გინდათ ნატოში და ევროკავშირში შესვლა? აი, ევროკავშირი თუ გინდა გადააგდეთ იქეთ, მაგრამ თქვენ კიდე გინდათ ნატოში შესვლა? და აი ვნახავ ერთი, ძალიან კარგად ვნახავ, აი ამ ღირებულებების ორგანიზაციას როგორ შეწირავთ თავს. ახლა რო გიხართ იქ ევროკავშირის და ნატოს დროშებით. და თურმე ეს დასავლეთი რო თქვენი ისტორიული არჩევანია და ამას რო შეწირეთ, მთელი თქვენი სამშობლო და მთელი თქვენი ერი, ერთი ძალიან კარგად ვნახავ, რა მოვლენებთან ექნება საქმე. ამოგაპანღურებენ მერე თქვენს და რაც უკრაინას დაემართა 10 იმდენს დამართავენ მაშინ. აი ეს განვითარდება, ამიტომ სანამ სხვას უთქვია, სანამ ულტიმატუმი წაყენებულა, აი ამ შხამიან ჩანაწერს, სადაც უკვე გეუბნებიან, არც გახსენებენ, არც არავის არაფრად უღირხართ და გეუბნებიან, რომ გაასხით ახლა აქედან და დაასრულეთ ეს ყველაფერი. მაგრამ ბიჭო, თქვენ ნანუაშვილი ვერ დაგიჭერიათ.
ბოკერია ვერ დაგიკითხიათ. ელემენტარული. გასაცოდოებული, გაუბედურებული ხალხის ისტორიებს ასმენიებთ ხალხს, ვინც მთავარი გველეშაპია და ვინც მთავარი შემოქმედია, იმას კაცშვილი არ უძახის. აი ეს ერთი კიდე უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც გასულ კვირას მოხდა და რომელზეც რაღაცა დიდად არ ლაპარაკობენ საქართველოში, მაგრამ ეს არის საბოლოოდ ამორტყმული პანგური იმ ღია კარიდან, რომელშიც აგერ უკვე ამდენი წელია დგას ჩვენი ქვეყანა, ფილტვების ანთებას დაგვემართა ამ ღია კარებში, მენინგიტიც დაგვემართა, გრიპზე და სურდოზე აღარა ლაპარაკი და სანამ სული ამოგძრობია იქედან და ჭლექიც გაგვიჩნდა, დროზე რომ მოცილდეთ იქაობას და გამოხვიდეთ და არა აქ თქვენი ადგილი რო გაიგოთ. საბოლოოდ და არა ქართველი ერის ადგილი აქ. არავის არ ჭირდებით აქ. რომ ეს შეიგნოთ დებილებმა, იდიოტებმა. და თქვენ თუ ასე ძალიან გინდათ ნატოს წევრ ქვეყანაში ცხოვრება, გადმოცხოვრდით, სადაც გინდათ. გაიარეთ ის პროცედურები, რა პროცედურებიც ჭირდება მოქალაქეობის მიღებას თუ იმის მიღებას და იცხოვრეთ შიგ ნატოში და შიგ ევროკავშირში და საქართველოს დანებეთ თავი. და გინდა ყავაწოვეთ პარიზში. და გინდა რაც გინდათ ისქენით. რა იყო შემოკარგებო, ხმარ ისმის, ზოგიერთი წერს რომ ხმარ ისმისო და რა ვიცი. ინტერნეტის ბრალია ალბათ, ან თქვენი ტელეფონის ბრალია და ეგ ამბავია. ეს მოკლედ კიდე ერთი სერიოზული მოვლენა, რომელიც მოხდა გასულ კვირას. ასევე მოხდა ერთი ძალიან კიდევ მნიშვნელოვანი ამბავი, რომელი მნიშვნელოვანი ამბავიც არ ვიცი ჩვენთვის ყურადსაღები არაფერი არაა, მაგრამ უნდა იყოს. აგერ ჩამოვიდა ამერიკის მადლობთ ჩემო კარგებო, თუ ისმის ძალიან კარგი. აგერ ჩამოვიდა ამერიკის წარმომადგენელი, აგერ რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, წამოაყრანტალა აგერ როგორც იქნა ტრამპმა, რომ ყირიმზეო რა ლაპარაკი უნდა იყოსო, ყირიმთან რომ არაფერი შეხება არ მაქვს, ობამას დამსახურება არისო და ფუკასავით აცალესო ყირიმიო უკრაინელებსო იქ ერთი ტყვე არ გავარდნილაო და თქვენ მიეცითო მაგის უფლებაო, ამიტომა დროაო რომ ყირიმი ვაღიაროთო, აქეთო განარჩენზეო დე ფაქტო თუ აღიაროთო და მთავარია ომიო გაჩერდესო რა. იქეთ ევროპელებმა რაღაცა გეგმა შეთავაზეს, რაღაცას ასწაული, გადასარევი, რომელსაც არც ერთი ნორმალური არ მიიღებს რუსების პოზიციაში როგორც არიან. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ თქვენი თავი რუსების პოზიციაში. რომ თქვენი ქვეყნის დაქცევა და განადგურება უნდა 50 ქვეყანას პლუს უკრაინას. ესე იგი ამდენი წელიწადია გასანქცირებენ, გეუბნებიან, ზედმეტი ხარ საერთოდ რაჯიშის ხარ, ამოწყდი, გადაშენდი, არ გვინდა შენი ხმის გაგონება არაფერი და უცებ დადგა ბოლო-ბოლო ის მომენტი, რომ გარდატეხა მიდის და უგებ ამ 50 ქვეყანას პლუს 1 უკრაინას ომს და ამ დროს გეუბნება ეს 50 ქვეყანა, რომ ახლა შეჩერდი, ახლა გაჩერდი, ახლა ომი გააჩერე და მოდი ნუ არ ვიომებ და მოდი ახლა მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრებაო. რომელიმე თქვენგანი დათანხმდებით? აბა თქვენ რუსები დებილები გონიათ? დებილები გონიათ? რომლის ვერც ეკონომიკა ვერ ჩამოშალეს. რომლის ვერც სამხედრო დამარცხება ვერ აგემეს, ვერც უკრაინაში, ვერც მის ტერიტორიაზე. ვის ტერიტორიაზე შეიჭრენ და იქ 80,000 უკრაინელი თუა მოკლული 40,000 მინიმუმ რუსი მაინც იქნება მოკლული, ხო? ეს სიტყვაზე ვამბობ. მე არ ვიცი ახლა რუსების მხრიდან დანაკარგი რამდენია, მაგრამ შემტევი ჯგუფი ყოველთვის მეტი იღუპება, ვიდრე დამცველი ესე არის ზოგადად. სამხედრო მეცნიერებაში 100-ია ეს, 2x2-4-ია. რამდენი მშვიდობიანი მოსახლე იქნა იქ მოკლული? როგორ განადგურდა ინფრასტრუქტურა, რამდენი რამის ზარალი მიადგა და ახლა თქვენ გინდათ ეს ყველაფერი დაივიწყოს ვანიამ და თავზე გადაგისვათ ხელი და ასე შემდეგ, არ იქნება ეს. არ იქნება სისულელია ამაზე ლაპარაკი. სისულელია ამაზე ლაპარაკი, რუსები არ ცვლიან თავიანთ დამოკიდებულებას, რასაც ამბობენ ის ტერიტორიები, რაც დაპყრობილი გვაქვს. კეთილინებეთ და დათმეთ,
თუ ამ დაპყრობილ ტერიტორიებს არ დათმობთ, მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ უკვე ტრიუმფალურ სვლას, იმიტომ რომ შეტევაზე არიან გადასული ყველა მიმართულებით და გადაწყდება ყველაფერი ბრძოლის ველზე. ხო გინდოდათ ჩვენი სტრატეგიული მარცხი. ხო და აი ვნახავთ დანარჩენს. ახლა ამას რატო ვლაპარაკობ? ამას ვლაპარაკობ იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ჩვენ დებილებს აქვს თავში ჩადებული, ასევე იქცევა ზუსტად ის უკრაინის კლოუნით, სხვანაირად არ იქცევა. ისიც ამბობს, რომ ჩვენ რუსეთს არ დაველაპარაკებით, რუსებთან სალაპარაკო რა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ და ამ დროს 45 მილიონიანი ქვეყანა 22 მილიონზე არის ჩამოსული და როგორც ერი ასე ქვეყანა ნადგურდება და მიდი ზელენსკი მაგარი ხარ, შეუტია უბერე და ის ქვეყანა განადგურდა თლათ თავის ხალხიანად. ეგ თავად უკრაინელების პრობლემაა, რადგანაც არ აინტერესებთ მათ ქვეყანას და მათ ერთს რა მოდით, გააგრძელონ ბრძოლა და ომი და წყვეტა ერთმანეთის, არაა პრობლემა. როგორც უნდათ ისე გააგრძელონ ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია, ვინც საკუთარი ერის, ვინც საკუთარი ქვეყნის პრობლემებით თვითონ არ ინტერესდება და არაპირებს მოგვარებას და არ იმედად, რომ მას მოუგვარებს ტრამპი, მას მოუგვარებს ევროკავშირი, მას მოუგვარებს ნატო, ნათელი მაგალითია და მიმდინარე პროცესია, როგორ შეიძლება დაინგრას მისი ქვეყანა და როგორ შეიძლება განადგურდეს მისი ქვეყანა. და აი ამის მაგალითი არის უკრაინა. ამის მაგალითი არის უკრაინელიერი და ამის მაგალითი არის პირველ რიგში საქართველოს ჩვენ თავში რო აზროვნება კონდეს ადამიანს, უკრაინას არაფერი არ ემართება ახალი. ის რაც საქართველოს დაემართა, ის ემართება იმათ. და ქართველი ამას თავის დროზე უნდა მიხვდარიყო, მაგრამ ისეთივე მოღალატეები ზიან სათავეში, როგორი მოღალატეებიც იქ. სააკაშვილის რეჟიმი თუ იყო მოღალატე და იძახით ქოცები უკეთესი ვართ, მით თუ არაა რომ სააკაშვილის რეჟიმი ტრიბუნალზე ყავთ წაყენებული და მით თუ არაა რომ ჯიით კლოუნადად აქვს გადაქცეული ქვეყანა და გათახსირებული, გაპარტახებულია ყველაფერი, არავინ არაფერზე პასუხს არ აგებს. ამიტომ, როდესაც სახელმწიფო არის სუსტი, მისი პრობლემების მოგვარებას ის ყოველთვის ეძებს მის საზღვრებს გარეთ. ჩვენი ნათელი მაგალითი იყო ყოველთვის, რომ ჩვენი პრობლემების მოგვარებას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების მოგვარებას კი არა, მიტინგების საკითხს და არჩევნების საკითხს და მთავრობის დანიშვნის საკითხს და იმაში, რა ქვია, მოსამართლედ ვინ უნდა დანიშნულიყო და ისო ყველაფერს ამაში ეხვეწებოდა დასავლეთს, მოდი შენ გადამიწყვეტე. აი ამ მონური ფსიქოლოგიიდან სანამ არ გამოვა ქართველი ერს არაფერი არ ეშველება. ამიტომ ამოიღეთ ახლა ეგ კონსტიტუცია, ან შეაჩერეთ კონსტიტუციის მოქმედება, გადაწერეთ როგორც გინდათ, გადმოწერეთ როგორც გინდათ, იქ რო შეძვერით პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ იმის მუღამით, რომ ოღონდ თქვენი გაგეტანათ და გეთქვათ, რომ ჩვენ არა ვართ რაოდენობრივად იმდენი, რომ კონსტიტუცია შევცვალოთ და ამიტომ დარჩება ეს ყველაფერი ასე და ვითომ რო გეკითხათ, რომ კონსტიტუციის ცვლილება გინდოდათ. თქვენივე ხელით როგორც გაქვთ ჩაწერილი ის იქ ამოშალეთ ისა. ის ამოშალეთ იქ. თუ არ გინდათ უკრაინაზე უბედურ დღეში არ ჩავარდეთ. თუ არა, რუსი კი არა. კიმჩენილი დაგიჯდებათ მალე თბილისში. გეუბნებით. კიმჩენილი დაგიჯდებათ თბილისში. აი მე ნახეთ. ერთი ბლოგერი იყო ჩასული ვიღაცა ქართველი გააშუქა ახლა ჩრდილო კორეაში რა ქვეყანაა და როგორი მოვლენებია და ისა. არა, ისე წესრიგიანი ქალაქი ყოფილა და მოვლილი და მოწესრიგებული და ალბათ ჩრდილო კორეული წესრიგი არ აწყენდა ქართულ საზოგადოებასაც სხვათა შორის. ბევრ რამეში არც საცობები იყო ფხენიანში, სხვათა შორის არც ნარკომანები იყო, არც ასეთი არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა და არც დაბოლილი და დაქლეავებული ხალხი არ დარბოდა ქუჩაში. რაღაცეებში ჩრდილო კორეასაც შეიძლება მიბაძოს ადამიანმა, მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნაში და საკუთარი სამშობლოს დაცვაში და ასე შემდეგ. აი ეს მოვლენები განვითარდა ამ გასულ კვირას. და თქვენ გააგრძელეთ მაგ კლოუნადა, გააგრძელეთ ის, რომ თურმე აბარა პუტინის გვერდით ვინ იბრძოლებს და აბა რუსეთის გვერდით ვინ იქნება და აი სამაგიეროდ ნატო კვატო დგას აქეთ გვერდით და აი ნატო კვატო.
აი ეს იქნება. ახლა თუ ვინმეს გაქვთ რაიმე კითხვები ამ საკითხებთან დაკავშირებით, დამისვით თქო ციფრული ლარი, რაღაცა მსგავსი რაღაცეები, თუ შეიძლება ამ ლაივში არ დამისვათ და სხვა ლაივში მე მაგ თემას თუ ასე ძალიან გაინტერესებ. განვიხილოთ ის რა არის, როგორ არის და რანაირად არის. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და რაც შემეძლება გაგცემთ პასუხს და ახლა ამ თემებთან დაკავშირებით ეს უშიშროების შემოგდებული ეს ვირტუალური თემები ფანატიკოსი, საზოგადოების ფანატიკოსი ნაწილის გამოყენება და მიტინგების გამართვა და წივილი და კივილი, ახლა ამის დრო არაა ნახდათ რა. ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი არის საქართველოს უშიშროება. საქართველოს უშიშროება არის ჩვენი მთავარი მტერი. და იმიტომ არის ჩვენი მთავარი მტერი, რომ ეს უბედურება რაც ხდება დაწყებული 92-93 წლიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე ყველაფერი ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს. მათ შორის ეს ემიგრაცია, რომელი ემიგრაციაც გახსნილი არის და მოღებული არის ქვეყნის კარები და ზუსტად ამ მიგრანტებზე ძღებიან უშიშროების ჩინოვნიკები. ეს კიდე ცალკე თემა არის და ცალკე უბედურება არის. დაიცალა ქვეყანა, შიერია ერი, ჭყურვალია, დაიკავა საქართველოს ტერიტორია, პანჯაბელმა, ინდუსმა, ჩინელმა, არაბმა, თურქმა, რავი, რარჯულის ხალხმა და ხალხს ბიჭო ციფრული ფული ადარდებს. მე არ ვიცი, თუ სადმე შეიძლება არსებობდეს მსგავსი ინდიფერენტული საზოგადოება, მე ვერ წარმომიდგენი. ნახდათ ვერ წარმომიდგენი. ახლა გართობის მიზნით თუ ვინმეს უნდა კი ბატონო განვიხილოთ, მაგრამ არა ციფრული ფული ერის მთავარი პრობლემა. ერის მთავარი პრობლემა ახლა არის პირველ რიგში უსაფრთხოების შენარჩუნება, დემოგრაფიული კოლაფსის რამენაირად აღმოფხრა და საკუთარ ქვეყანაში გადევნილი ძაღლს რო გააგდებ. ძაღლის ლეკვს რო გააგდებ. ციუამინში ისე გაყრილი ქართული ემიგრაცია. ესა ერის მთავარი პრობლემა. ნატოს ძახილმა უკრა ბატონო ბუბა უკრაინას და ნატოს ძახილმა ვიქნა ჩვენც მაქ. სხვას არაფერს არ უქნია. და სხვა არაფერს არ უსმის. იმიტომ რომ ეს არის ის სამხედრო ბლოკი, რომელიც სამხედრო ბლოკიც არის და იყო რუსეთის ისტორიული მტერი. რომელსაც აქვს თავისი მიზნები რუსეთთან მიმართებაში და შენ უნდა ხარ პლაცდარმად გამოსაყენებლად. ოღონ ისე რომ შენი ხელით იომოს თვითონ არაფერში არ მიიღოს მონაწილეობა. აი მოკავშირეობა რაც არის კიდე ხო, აგერა კიმ ჩენ ინმა და პუტინმა აჩვენეს ძალიან კარგად. ერთმა ომში მეომრები და იარაღი გაუგზავნა და მეორემ სურსათი, მომარაგება, ენერგეტიკა და ასე შემდეგ. ჩვენ რაღაც ქართველებს დაგვავიწყდა რას ნიშნავს მოკავშირეობა და ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობარი და ძმა გახარებულია ხალხს ის აინტერესებს რომის პაპის გასვენებაში ჩამოართვა ხელი ყაველაშვილმა ტრამპს თუ არა ამ რაკურსით გამოჩნდა თუ იმ რაკურსით გამოჩნდა ასე გამოჩნდა თუ ისე გამოჩნდა ერთი ვინ იყო ფლავი კაი იყო პაპის გასვენებაში კაი ფლავი იყო თუ ვინ არ უარგოდა ლობიო ვარგოდა? ნეტა თამადა ვინ იყო? კაი სადღეგრძელოები თქვა? ტოლიბაში ვინ იყო ერთი ბაში პაპის გასვენებაში? აი ამაზე რო დაეცემა, აი ესეთ დღეში ჩავარდნილი ქვეყანა, იმ ქვეყანას მომავალი არ აქვს. იმ საზოგადოებას მომავალი არ აქვს. რა ის რომის პაპის გასვენება და თუმცა რას ვერჩი იმ კაცო მოგდა და 90 ევროს ღირებულების ქონება დარჩენია, რა ვიცი როგორც გავცელდა ინფორმაცია. ის რელიგიის წარმომადგენელია და მე არ მაქვს ვატიკანთან და კათოლიკურ სამყაროსთან არანაირი ისეთი დამოკიდებულება, რომ რაღაც ეს ფობიები მაწუხებდეს, კაცო, მერც მათი რელიგია და ასე წამთ და ასე ჯერათ და ამ ხალხის კიდევ ვერ გამიგია რომის პაპზე რო აქვს ენები გადმოგდებული 9 მდგაველი კაცო და აგერ იმას რა ქვია ყანდურ ჯახმაიძეს ვერ უყურებს და იმაზე რა ქვია ჯიპებზე გადამჯდარ ბიზნესმენ ხვდლებს და აბა ახლა რომის პაპი არ ცხონდება და ეგენი ცხონდებიან იმიტომ რომ რო კითხო მართლმადიდებლები არიან და რამდენი კათოლიკე დახმარებია ჩამოსულ აქ ემიგრაციაში გამოქცეულ ქართველებს გინდა
თავშესაფარი ყოფილიყოს, გინდა საჭმელი ყოფილიყოს, გინდა საარსებო ყოფილიყოს, აღარაფერს ვამბობ იმ სამედიცინო დახმარებაზე, რომელიც სამედიცინო დახმარებასაც ერი გადაგვირჩინეს. და ვისაც გაინტერესებდათ, ნახეთ ის პირველი ნაწილი ფილმის. არა ბიჭო, ახლა ჯაღმაიძე ასმევდა და აჭმევდა და იგი რა ქვია, ყანდურები შეინახავდნენ იმას, რა ქვია. და ყანდურები უმკურნალებდნენ იმდენ იმას, კაი რა. საცალიათ ვიძია მაგას. რომის პაპი ყავს საკრიტიკო. ერთ შეიშვილა და დღეში ვართ და რას ველოდებით და რაზეა ჩვენი ამბავი. ქალბატონო დალი. ყველაფერს კარგად ღებულობს, მაგრამ ამაში აქვს ფული აღებული და გაყიდული აქვს სამშობლო. აბსოლუტურად ყველა კარგად ხდება. აბსოლუტურად ყველა კარგად ხდება, რომ საქართველოში არანაირი ნატო და კვატო არ შემოვა. აბსოლუტურად ყველა კარგად ხდება და ყველამ კარგად იცის. მე დავდებ თუ ვინმეს დავიწყდა იმ ვიდეოს, სადაც შევარდნაძე ამბობს, რომ მე ამიხსნეს ვაშინგტონში, რომ ამერიკელი სამხედრო კავკასიაში და საქართველოში არ იბრძოლებსო. იძულებული გავხდიო მე, რომ რუსეთის სამშვიდობოები შემომეყვანაო. ახლა შევარდნაძე, რომელიც რო გეკითხა ბუშის, აბიჭვარის, ბეიკერის, მთელი ამ საგიჟეთის ის იყო, რა ქვია, ძმა და მეგობარი და სანდო ადამიანი იყო, იმან ვერ შეძლოდა ეს დორბლიანი სააკაშვილი მოახერხებდა მაგას და ეს რა ქვია ივანია მოახერხებს თუ ეს ბლუკუნა სალომია მოახერხებს თუ ვინ ის რაც არ არის შესაძლებელი არ არის შესაძლებელი და მორჩა ამთავრ ეგა არა ინტერესებს ამ ხალხს აინტერესებს TikTok-ი ამ ხალხს აინტერესებს ჭორაობა ამ ხალხს აინტერესებს ასე ისე და საქმე რეალურად რა ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ეს არ აინტერესებს და ვიღაცის წამოწეული თემები გამეიჩინეთ პატრიოტიზმი გლოვოზე რო დარეკავთ თუ ვოლტზე რო დარეკავთ მიუთითეთ რომ ქართველმა მოგიტანოთ შაურმა და ამით აღმოიფხვრება ემიგრაციის პრობლემები უჭირს საქართველოს და ქართველებს ეკონომიკურად და სული გძრება და ფული არა გვაქვს და გადახვეწილი ვართ წყამთასიკით იმისთვის რომ თავი გადავირჩინოთ მაგი მეორე ხარისხოვანი ეგრეთ ციფრული ფული შემოდის თურმე და თლა ვიღუპებით და ვიქცევით უალისმეტი არც ერთს არ აგავთ ბიჭო უალისმეტი საქართველოში თოთო ბავშვიც რო იბადება იმას 34-35,000 ზუსტად დათვლილი მქონდა შეიძლება შეიცვალა თოთო უკვე დაბადებულ ბავშვს ამდენი ვალი აქვს ისე ნებისმიერზე რო გაანაწილო საქართველოს მოქალაქეს რომელიც არ აუღია ეს სხვა ვალი არის ის ვალი არა რაც პირადი ვალები და სესხები და კრედიტები აქვს ეს იმას დამატე რაც ვალები გაქვთ ახლა თქვენ ამას მივუმატეთ პლუს 35,000 რომელიც დაგადოთ ამ რეჟიმებმა ამ 30 წლის მანძილზე და თქვენ ქვეყანაში არაფერი გეკუთვნით არც ქარხანა არც ფაბრიკა არც მიწა არაფერი და ოკუპირებულია თქვენი ქვეყანა მე რა ციფრული ფულია ახლა მთავარი პრობლემა ციფრული არ ვიცი ქალბატონო მარიკა დაამტკიცა თუ არ დაამტკიცა ჩამოართვა თუ არ ჩამოართვა ნამდვილად არ მაინტერესებს ეს საერთოდ არ მაინტერესებს მithumetes საერთოდ არ ვერჩი ყაველაშვილს არაფერს რაც პრეზიდენტი გახდა ცუდი არაფერი არ გაუგეთებია ყოველ შემთხვევაში რა ის კი არა შეიძლება სიმართლე უნდა თქვას ადამიანმა ბლუკუნა ზურაბიშვილისგან განსხვავებით მარგველაშვილიდან განსხვავებით დორბლიანი სააკაშვილიდან განსხვავებით და შევარდნაძიდან განსხვავებით ადამიანის ლაპარაკი მაინც აქვს და მოღალატე მაინც არა მისი ქვეყნის თუმცა მინდა გავიხსენო მაშინ რომ LGBT კანონების ცვლილებაზე ერთ-ერთი მაგი წამოგვიხდა წინ და უარი გვითხრა მაგ ჩვენ წინააღმდეგ მიცა ხმა ეს კი მახსოვს ნახდათ მაგის არ ვიცი შემოძმაო სად იქნება და როგორ იქნება ღმერთმა იცის ნახოთ მესამე მსოფლიო ომი ახლა კიდე ამ მოვლენების პერიოდში რაც შეეხება ხო აი ამ მოვლენების პერიოდში ახლა არ მინდა ყოვლის ცოდნეთ გამოვიყვანო თავი და რაღაცა მაგრამ ძალიან საშინელი მოვლენა შეიძლება განვითარდეს სულ სხვა ადგილას სულ სხვა პლანეტაზე ბირთვული ომი ეს არის პაკისტანი ინდოეთის დაპირისპირება ეს არის ორი უზარმაზარი ქვეყანა რადიკალურად განსხვავებული რწმენობრივ საკითხში
რადიკალური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ორივეს გააჩნია ბირთვული ბომბი, ორივეს გააჩნია უზარმაზარი ადამიანური და ეკონომიკური და შეიარაღებული რესურსი. ჩვეულებრივი მოვლენა არის, რომ ბირთვული ომი, მით უმეტეს ახლა ამას ჯერ კიდე როდის ამბობდა ჟირინოვსკი, მაგრამ ახლა ჟირინოვსკი დებილად მიიჩნევდნენ, რომ თუ შეიძლება რაიმე კონფლიქტი მოხდეს, ქაშმირის გამო შეიძლება მოხდეს იქო. აი, დევნილთან აკადები, მერე თქვენ ნახეთ საქართველოში. ბარეულ პაკისტანელს და ინდუს გააკვლეული აქვთ გზა და ბარეური ჩამოიყვანს თავის სახს. სამაგერად ფულს ჩამოიტანენ. ჩამოიყვანენ ერთ 100-200 ოჯახის წევრს, მახარაჯები ჩამოვლიან და აქ დასახლდებიან, იმიტომ უვიზო მიმოსვლაა და ვღებულობთ და ჩვენ ინვესტიციებისთვის გახსნილი ვართ და მოსახლეობა კი არის აგერ თურმე 10,000-ით მომატებული საქსტატის მონაცემებით, ამას არავინ არ აქცევს ყურადღებას, როგორ მოიმატა მოსახლეობამ საქართველოში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ მიეცი პასპორტები, ეროვნების ნიშანი ყველგან იმიტომ ამოიღეს, რომ გამოვიდა საქსტატი და ამბობს, კაცო, ერთ კაცი ამდენი ქალი მოდის, ამდენი იგი რა ქვია, ასაკობრივი ჯგუფი ცხოვრობს, რა რჯული ცხოვრობს, იმას არდებს საქსტატი. რა ეროვნების ხალხმა მოიმატა საქართველოში. არ ვიცით ძმაო. არ ვიცით ჩვენი სამშობლოს ფასი, არ ვიცით ჩვენი ეროვნების ფასი, არ ვიცით. პასპორტში ვერ დაგვიბრუნებია ეროვნება. რომელ საქართველოზე ლაპარაკობთ? რომელ სარწმუნოებაზე ლაპარაკობთ? რაზე ლაპარაკობთ ხალხო საერთოდ? რომელ ტრადიციაზე და რომელ იმაზე? პასპორტში ყველა ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მოქალაქეს უწერია ეროვნება. სომეხს უწერია, აზერბაიჯანელს უწერია, თურქზე არ ამაქვს ლაპარაკი. თურქეთში არა თურქიც რო იბადებოდეს, თურქს უწერენ ეროვნებაში, რუსებს უწერენ, ქართველს არ უწერია. ქართველს არ უწერია. რა შეგვჭირდება კაცო ჩვენ? რა თქვია ჩვენ ეროვნება 21 საუკუნე. და მე ესეთი მაგის ჩაწერაზე რო იყო ლაპარაკი სალომე ზურაბიშვილი გამოხდა მაშინ და ეს ძუკანა, ეს კახპა, ეს ბულონიის ტყის ბოზი მართლა რა, ბულონიის ტყეში თუ უკეთესი ადამიანები არ იყვნენ, ვიდრე მაგია, მაგის გამომწველავი და მაგაზე კაის მთქმელის დედა მოთხოვს უყველასი 21 საუკუნეშიო რა ეროვნებაზე არისო ლაპარაკი. სირცხვილიაო საერთოდ. კარგად ზანდებოდეთ, ამის თქმა მინდოდა და იყავით ყურადღებით და ციფრული ფულის მაგივრად სხვა პრობლემებზე იყავით ყურადღებით, სხვა უფრო დიდი პრობლემები აქვს ქართველებს. კარგად ზანდებოდეთ.